ალექსანდრე ხალხაცი უფლებამოსილი არასამთავრობო სექტორი. მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მინდა ყურადღება გავამახვილოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა ხელისუფლების ცვლილების. ეს ეხება სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა იმ სამართლიანობის აღდგენა, რომელიც 9 წლიანი ნაციონალური პარკაშის დროს ქვეყანაში უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი 10,000-ზე მეტ ადამიანს ჩამოერთვა, ბიზნესმენს ჩამოერთვა, მილიონობით ქონება პარლამენტმა აღიარა დაახლოებით 200 პოლიტპატიმარი და ამას გარდა არიან კიდევ უამრავი ადამიანი, რომელიც რაღაც პროცესუალური ნორმების და ვადების გამო უშუალოდ პოლიტპატიმრად პარლამენტის მიერ არ იქნან აღიარებულები, მაგრამ ისინი ხდებიან არასამთავრობოთა სიებში, მოკლედ პოლიტპატიმრები არიან, თავისი კანონპატიმრები და ასე შემდეგ. სამართლიანობის აღდგენა იწყება საგამოძიებო ინსტანციებში, სასამართლოში. ბრალენის წარადგენს როგორც ვთქვით პროკურატურა. შესაბამისად, მე სწორედ პროკურატურაზე გავაკეთებ ყურადღებას და მინდა გამოცხადო. თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები, ამას მე არც ერთგვარი ამახსენდება იმ ადამიანებს, რომლებიც დასჯილი იქნენ უკანონო განაჩენების გამოტანის გამო, სამაგიეროდ არიან უამრავი ადამიანები, რომლებიც დღესაც პროკურატურაში მუშაობენ და აგრძელებენ ბრალდებებს ადამიანებისას. მაგალითად, მე მინდა ყურადღება გავამახვილო ზვიად ხაკაძეზე, რომელსაც არაერთ პოლიტიკურ პროცესში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ ადამიანმა გაასამართლა გოჩა დიასამიძე, ტარიელ აბაშიძე, გელა კაკაბაძე, არჩილ გევორქიანი, რუბელ შიკოიანი, გოჩა მუხაშავია და ასე შემდეგ. ამ უამრავი პოლიტიკური პატიმარი არის მის კისერზე. ეს ადამიანი დღესაც მუშაობს პროკურატურაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და აგრძელებს ადამიანთა სამართალში მიცემას. მართალია, როგორც ამ ბოლო პერიოდში ჩანს, ამ ადამიანმა მანტიის ფერი შეიცვალა, ასე რომ ვთქვათ, და დღევანდელ ხელისუფლების გადაეწყო, მაგრამ რაც მთავარია, ეს ადამიანი არის კრიმინალი, ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელიც ადამიანებს, ამ ადამიანებს ვის ჩამოგითვალეთ, ზუსტად ვიცი, ამ ადამიანებს არჩევნიც ჰქონდათ პროკურატურაში, რომელიც ამ მომენტე არ ვიცით რა სტადიაზეა, მოკლედ გაჩერებულია, მის წინააღმდეგ და მას პირდაპირ გრაფიკული ეს ადამიანი მუქარი ზეწოლით, მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლით, მათგან აღიარებით ჩვენებებს და ასე სულდა ისინი გაესამართლებია სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულისათვის. ზვიად ხაკაძე არის ტიპიური კრიმინალი, რომელიც პროკურატურაში რჩება და დღევანდელი, ასე ვთქვათ, მთავრობას ცდილობს მთელ რიგ საკითხებში შეცდომაში შეიყვანოს დღევანდელი ხელისუფლება და ის ასე ვთქვათ, აბრაამის ბათუმას წარმოადგენს საკუთარ თავს. ამიტომ ბატონ პრემიერს პირველ რიგში და იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება ბატონ თავად პროკურორს მიმართავთ, რომ ესეთი ადამიანები, აქ მე ხდა ერთი მაგალითი ვთქვი, ასეთ შეიძლება ასეთია თამას კოჭრამაზაში და კიდევ უამრავი პროკურორი, რომელსაც არამხოლოდ პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში აქვს მიღებული მონაწილეობა, ან ეს ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორდნენ პროკურატურას, იმიტომ რომ მათ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, მათ გაასამართლეს ადამიანები, რომელმაც პარლამენტმა ცნო პოლიტპატიმრებად. წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება ერთადერთი და გამოვიდეს პარლამენტიდან, ხოთო ეს ადამიანები ტყუილად აღიარეს პოლიტპატიმრებად და მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა არ განხორციელებული იყო. ორ უმცირესობას შორის აღარ. თუ ესენი არიან პოლიტპატიმრები, თუ ადამიანების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა და ამ პოლიტიკური დევნის იარაღს წარმოადგენდა პროკურორი და ნაციონალური რეჟიმის დროს კარგად ვიცით პროკურატურა რა როლი ჰქონდა და ვიქ სასამართლოს არაფერი არ ეკითხებოდა, ისინი უბრალოდ დამკვეთებს წარმოადგენდნენ. ხო, ამ შემთხვევაში ცალსახაა, რომ ისინი აღარ უნდა მუშაობდნენ და თუნდაც იმის გამო, რომ მათ წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი სარჩელები მათ არამხოლოდ მორალური, არამედ არანაირი უფლება არ უნდა თუნდეთ იმის, რომ სხვები მისცენ განაჩენი, სხვების მიმართ დააყენონ განაჩენი, მოითხოვონ არაადეკვატური სარჩელები, გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია უამრავი, ამიტომ საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი გადაიჭრას და ადამიანები, რომლებიც არიან კრიმინალები და არიან პროკურორის, ასე ვთქვათ, სახელწოდებით პროკურატურაში შეგუდებულები ერთხელ და სამუდამოდ
გამოძევებული იქნა პროკურატურიდან და პროკურატურაში ისეთ ადამიანებს მიეცეთ ნორმალურად მუშაობის საშუალება, რომლებიც არ არიან გასული ნაციონალების დროს შესაძლოა იმუშაობდნენ, მაგრამ მათ კისერზე არ არის რაღაც დანაშაულებრივი გამოძიებები და დანაშაული ასე ვთქვათ დანაშაულის ნიშნები ამ პროკურორზე არის შეტანილი საჭიროები? ზვიად ხაკაძეზე? კი, რომელიც ყველა პროკურორზე შეტანილია. ზვიად ხაკაძეზე გოჩა მუხაშაურიასგანაც არის არჩეული შეტანილი და სხვა ადამიანებს. გოჩა მუხაშაურიას ზვიად ხაკაძეა. გაჩერებულია ჯერჯერობით ამ ეტაპზე. ხო, საქმე არ არის საწყობილი, ეს პროკურატურაში დევს გოჩა მუხაშაურიას საქმე და გაპინული ასე ვთქვათ და ზვიად ხაკაძე კიდევ აღწერებს ადამიანთა სამართალში მიცემას და არაადეკვატ უსულუქეს მუხლებზე ისეთი სასჯელების მოთხოვნას, რომელიც ადამიანს მუხლებს უსულუქია როგორ მოითხოვს მკაცრ სასჯელს? ითხოვს, არის ამ კონკრეტული მაგალითები და იმიტომ ვამბობ, ითხოვს მკაცრ და წინასწარ პატიმრობას, როდესაც მუხლი რეალურად იმას ექვემდებარება, ჯარიმას ექვემდებარება რუსული. სასამართლო ისევ პროკურატურის ქვეშ არის, იმიტომ რომ მოსამართლეები, რომელიც თავის დროზე უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რატომ იღებენ დღეს მაინც კანონიერ გადაწყვეტილებას ჩემომდე არ გადის, ამიტომ ეს სასამართლოც მნიშვნელოვან როლს საჭიროებს. მე გავაგზავნე პოლიციის მამუკაცზე, თუსკაძე, დეპუტატი ყოფილი. Vindes ისე შევეხოთ ეს აქტუალურ თემას, ეს არის ამის პროკურატურის თემა და პროკურატურის მუშაობის სპეციფიკა. ამიტომ ასეთი უნდა თქვა, რომ მე და ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი პოლიციაში ორგანიზაცია მიესალმებია პროკურატურის მუშაობას, განსაკუთრებით იმ აღნიშნულ ინფორმაციას, გადაწყვეტილებას სამართლებაში და რატომ? იმიტომ რომ ეს საქმეზე პროკურორები არიან მუნიციპალური რეპუტაციის მქონე ადამიანები, იგივე ციკლარული და სხვები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დასავლური საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობენ. და ვფიქრობ, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ახალისება შეიძლება დაგვეთქმა, რომ არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა თქვა ტრაქტორების საქმეზე, როგორც ხდება ბალასტის საქმისთან დაკავშირებით. ამიტომ მეც მინდა შეუერთდა დავეთანხმო ბატონ ალექსანდრეს პოზიციას. ეს არის კრიმინალ პროკურორების ბანდის რაღაცნაირი შეჩერება. ეს არ მარტო ზვიად ხაკაძე და კომანდაში დასვები. ეს არიან ის ადამიანები, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაც კი დატოვეს იმის შიშით, რომ მოხდებოდა მათი კრიმინალური წასულის გარჩევა და შესაბამისად დასჯა. შემდეგ როდესაც ნახეს, რომ კოჰაბიტაციის რეჟიმის გამო და ლიბერალური მიდგომის გამო ხელისუფლებისგან დაბრუნდნენ სამსახურებშიც კი გააგრძელეს მუშაობა და დღეს უკვე 2 წლის თავზე ისინი იმ შესასვლელი ენერგიითა და წარმატებებით ახერხებენ სამართლებრივ დაიწყო პატივისცემი მართალი ადამიანებისგან და შეასრულონ ვიღაცების, რომელსაც ჩვენც ვარკვევთ პრინციპში ის ინიციატივები არის ეს, რომ ვიღაცების დაკვეთები, რომ თითქოს და რომელიმე საქმის უწყებაში ხდება რაიმე საშინელი კრიმინალური მდგომარეობა გარჩევა და შემდეგ ვემტკიცდება ეს კრიმინალური გარჩევა და შემდეგ პროკურატურას ჩვენი პროკურატურას ბოდიშების მოხდას და განედევების გაკეთება. იგივე კიდევ ერთხელ ტრაქტორების საქმეზე ასე ვთქვა და რაც მოხდება ბალასტის საქმეზე და სხვაზე და რაც მოხდება იგივე თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროში ყვების ტენდერთან დაკავშირებით კომპანია ელფიც კი დააზარალეს იმასთან დაკავშირებით, რომ სულ კონტექსტში მოიხსენეს თითქოს და რაღაცას წარმოადგენს არადა ამ დროს საერთოდ პირიქით დაჩაგრული იყო ყველაზე მეტად ალესანდრიასი და შემდეგ მისი წინამინისტრების დროს ეს ორგანიზაცია, რომელსაც საბჭოთა მუშაობდა თავის სამინისტროში. შეჯამებისათვის ეთიაპიაში წინადადებით ვთქვი იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია ვითხოვთ დღეს ჩვენ შეგვაქვს თავის კანცელერიაში განცხადება 10 მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უთხრობს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა კიდევ ერთხელ გამომართოთ პრემიერ-მინისტრთან ჩვენი ინფორმაცია იმ შესახებ, რომ
რადიკალური ცვლილებები მისაღები შესაძლოა პროკურატურაში თუმცა რომ ბერჯენ არ დადგეს რეპუტაცია კითხვის მისვლის თავდაცვის სამინისტრო პროკურატურის სახელმწიფო თავდაცვის პროკურატურის მიმართ. ამიტომ გვინდა რომ ვიმართოთ ამ განცხადებით პროკურატურის რემედიის და სასწრაფო მესკვარა. Minister, sistema și șevanțele la acest lucru. Să actualizăm sistema partijalul საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას იწყებს მოთხოვნით გადადგეს ირაკლი ფარიბაშვილი. თქვენ როგორც არასამთავრობოები რას ფიქრობთ ამ თემაზე? თავისუფალი საქართველოს რას ფიქრობთ ამაზე? არა, ჩვენ ვერ შევხვდებით ამაზე როგორც არასამთავრობო და ამ აქციასთან დაკავშირებით ეს არის სწორი აქცია, ეს როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, სავარაუდოდ პოლიტიკური ფილოსოფიის სტილს რაღაცა ელექტორატი გარშემოიყვანს, მაგრამ ეს არ არის ეს აქცია, ეს არის ისტორიული დასწრაფი აქცია, უნდა ჩაატაროს. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ასეთი აქციის, ასეთი ფორმატში გაკეთების, ეს არის ეს პირიქით ასრამს ტრისტის კუზეცას თუ დღეს ჩვენ დავიწყებთ აქციებს პოლიტიკური ხელისუფლების წინააღმდეგ, დღევანდელ ეს არის და ალბათ გამომჟღავნდა პრაქტიკულად უკვე ალბათ უკავას როგორც თანამშრომლობდა ან თანამშრომლობს დღეს მაინც მოვიწევს თანამშრომლობა ნაციონალურ მოძრაობასთან ვიცით რომ ახლოს დღეში 15 წუთში უკვე სხვა აქცია და ეს არის უფრო პოლიტიკური პიარი ჩვენი აზრით და ამიტომ ჩვენ ასეთ პოლიტიკურ თამაშებში ვერ ჩავერთვებით და პირიქით შეიძლება ჩვენ თვითონ დავიწყოთ აქცია იმასთან დაკავშირებით რომ ირაკლი ფარიბაშვილმა ეს სტიმულირებს და უფრო მეტად რათა მათ შეძლოს შესწავლათ განახორციელოს სახელმწიფო ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა წაიყვანოს იმ ტრადიციად მეტი სოციალიზაცია და დამატებების და მეტი პოლიტიკის ნიუანსები რომ მეტი პიარი ჭირდება მეტი ნაკლები ნდობა ჭირდება კიდევ ადამიანებს ალბათ ამას უკვე ნელ-ნელა ფარიბაშვილი შეძლებს და ამიტომ აქციები შეიძლება გამართოთ მხოლოდ ხარდამხარი